ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირის მიმართ პროკურატურა საპატიმრო აღკვეთს მოითხოვს. ხდომა სასამართლოში 5 საათზე დაიწყება. როგორც ცნობილია, ბრალდებულები დუმილის დარღვევას ჯერჯერობით არ აპირებენ. ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარშემო კი წრე ვიწროვდება პროკურატურის მიერ გუშინ გვიან ღამით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით. ძმები გიორგი და დავით მიქაძეები მკვლელობის ინიციატორები არ არიან, ისინი დანაშაულის ორგანიზატორები არიან, რომელიც სისრულეში ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა დაკვეთით მოიყვანეს. ვინ არიან ეს სხვა პირები და რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება არ კონკრეტდება. ნინი ბალანჩივაძე მუშაობს დღეს ამ თემაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ნინი, თუ არის უკვე ცნობილი რა წერია საქმის მასალებში, რომლებიც ბრალდებულების ადვოკატებს ცოტა ხნის წინ გადაეცათ? საქმის მასალები უკვე ადვოკატებს გადაეცათ, თუმცა ძალიან მოცულობითი არის ეს მასალები, როგორც ჩვენთან საუბარში ამბობენ უფლებადამცველები. მათ შეძლეს რომ გაცნობოდნენ ისინი ამ მასალებს ნაწილობრივ და აქედან გამომდინარე აკეთებენ უკვე შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალეულობა საერთოდ არ იკვეთება დაკავებულების, მათ შორის ჩვენ ვესაუბრეთ გიორგი კაჭკაჭიშვილის ადვოკატს, რომელიც ამბობს, რომ ამ მასალებიდან გამომდინარე არსად არ ჩანს ის, რომ მან შეიძინა სასროლი იარაღი და შეინახა, რასაც ედავება სწორედ გიორგი კაჭკაჭიშვილს პროკურატურა. იგივე პოზიცია აქვს მაგალითად მიქაძეების ადვოკატსაც. უფლებადამცველი საუბრობს იმაზე, რომ მაშინ როდესაც პროკურატურის მთავარი სათქმელი და მთავარი განაცხადი რაც მოვისმინეთ არის ის, რომ ორგანიზებაში იღებდნენ ისინი მონაწილეობას სხვისი დაკვეთით და აქ შესაძლოა სწორედ კვალი მივიდეს ოთარ ფარცხალაძემ და ქართული ოცნების ყოფილი გუნდის წევრი გენერალური პროკურორი იყო ოთარ ფარცხალაძე და ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ ამის არანაირი პირდაპირ მტკიცებულება არ არსებობს არც ერთი დაკავებულის და არც ერთი ბრალდებულის შემთხვევაში. ისინი ასევე ამბობენ იმასაც წინსრებით, რომ სავარაუდოდ დღეს საქმის მასალებთან დაკავშირებით, ზოგადად საქმესთან დაკავშირებით პროცესზე არ ისაუბრებენ თავად ბრალდებულები. მაგალითად გიორგი კაჭკაჭიშვილის ადვოკატი გვეუბნება, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე და სავარაუდოდ რასაც იტყვიან დღეს პროცესზე ბრალდებულები ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, როგორც ადვოკატები გვეუბნებიან, რომ მათი დანაშაული ამ ყველაფერში არ იკვეთება და ისინი თავს დამნაშავეებად არ მიიჩნევენ. სასამართლო პროცესზე იცით, რომ მინიმალური სტანდარტის პირობებში იხილება პირის მიმართ ყველაზე მკაცრი მოთხოვნილი აკვეთ ღონისძიება, როგორადაც ასე სურს ბრალდების მხარეს, რომ დაკმაყოფილდეს, არ ვიცით სასამართლო იმედი ემოწოდების სიმაღლეზე იქნება. რაც შეეხება თავად ჩემი დაწესებულის პოზიციას, ფაქტობრივად შესაძლოა ვინმე თუნდაც მოწინააღმდეგე მხარემ მოიაზროს თუნდაც თეორიულ საწყისზე, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად არსებული ვითარებისა, დღევანდელი მდგომარეობის მხარდამხარ, ასე ვთქვათ, ჩვენ მაინც ალტერნატივის სახით, ისი სამართლებრივი უფლებამოსილებას გაგვაჩნია, სასამართლოს შევთავაზებთ რელევანტურ გირაოს. კონკრეტული არათუ მტკიცებულება ყარის სამხილი, რომელიც ჩემს დაწესებულს ამხელდა იმ ქმედების განხორციელებაში, რაც ბრალდებას უნდა რომ ასე თქვა განავითაროს და დღეს მდგომარეობით აქვს წარდგენილი, იოტისოდენა საფუძველიც არ არსებობს. იარაღების დიახ მართსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახოს. კითხვები დავსვით ჩვენ დღეს საქართველოს პარლამენტში, კითხვები დავსვით როგორც ქართული ოცნების ხალხის ძალის წარმომადგენლებს. ისინი მთავარი კითხვა რაც ჩვენი მხრიდან იყო, მივა თუ არა სავარაუდოდ გამოძიება ოთარ ფარცხალაძემ და ყოფილი გენერალური პროკურორი იქნება თუ არა შემდეგი, ვიზეც უნდა გავიდეს გამოძიება და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები არ გამორიცხავენ იმას, რომ გამოძიება სწორედ ასე წარიმართოს და საბოლოოდ მივიდეს ოთარ ფარცხალაძემ და მე შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქცირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო და ახლა უკვე ამ საქმეში ის ფიგურირებს ისე როგორც ძმებ მიქაძეებთან დაახლოებული პირი, რომელიც არის მათი ახლო გარემოცვის წევრი.
ბატონი ფარცხალაძე უკვე წლებია და არ იკავებს არც ერთ საჯარო თანამდებობას. იგი არის კერძო საქმიანობით დაკავებული, რა საქმიანობით არის დაკავებული ნამდვილად არ ვიცი და ამავდროულად რა მტკიცებულებებს გამოიკვლევს და საგამოძიებო სამსახურები რა დასკვნამდე მივლენ, დავუვლდოთ საგამოძიებო სამსახურების გადაწყვეტილებებს სამართალს როცა იქნება ეს ადმინისტრაციული სამართლის სამართლის წარმოება სამოქალაქო საქმისთვის სისხლის გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება, შეუძლებელია რომ ვინმე რაიმე გამორიცხოს. თავარი არის რა იქნება მტკიცებულებები და სანამდე მივარ საგამოძიებო სამსახურები და რა დასკვნას გამოიტანენ ისევ და ისევ მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი. მე ვერც გამორიცხავ და ვერც დავადასტურებ, ეს არის გამოძიების ნაწილი, რომ დავადასტურო არც ამაში ვიქნები მართალი და როგორც გამოვრიცხო ამ საფუძველი უნდა მქონდეს. ამიტომ ეს არის გამოძიების თემა, მე არც გამოძიებელი ვარ, არც პროკურორი, არც ადვოკატი და ვერც მოსამართლე ვერ ვიქნები. გამოძიების პროცესი დაადგენს, ვინ არის დამნაშავე და სასამართლო რა თქმა უნდა ყველას მიუждის შესაბამის სასჯელს თუ კი ამის საჭიროება დადგება. როცა ფარცხალაძე იყო მართველი გუნდის წევრი, რა თქმა უნდა, მაშინ იყო მართველი გუნდის წევრი. მაგრამ ქართული ოცნების წევრი ძალიან ბევრი იყო და სამწუხაროდ იყო შემთხვევები, როდესაც ყოფილმა ქართული ოცნების წევრმა გარკვეული გადაცნობა ჩაიდინა. იყო ასეთის და შესაბამისი სასჯელიც ყოფილა. ზუსტად 3 საათში დაიწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით და საქმეზე იმჟელებს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი. ადვოკატების პოზიცია არის უკვე ცნობილი, ისინი დააყენებენ შუამდგომლობას გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიფო ბრალდება და პროკურატურა ითხოვს დაკავებულების შემთხვევაში 3 მათგანთან დაკავშირებით და 2 მათგანთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობას.